ჩვენ უბრალოდ გვაქვს ჩვენი რამდენიმე ათასწლოვანი ისტორია. ჩვენ ისტორიაში არ არსებობს პრეცედენტი, როცა ქართველი, რომელიც აპირებს ქვეყანაში შეცვალოს მმართველობა, გარეთ ძალის მხარდაჭერით შემოდის ქვეყანაში, ამას მოყოლია რაიმე ტიპის გრძელვადიანი წარმატება. ეს ყოველთვის ცუდად შესულა ისტორიაში. ერთ-ერთი გამონაკლისი არსებობს, ერთ-ერთი უდიდესი ქართველი გიორგი სააკაძე, რომელმაც იმიტომ შემოუძღვნა პრიზჯარს, რომ მე გაენადგურებინა, ხო? მეტი მაგალითი ამისი არ არსებობს. ეს არის განწირული წარუმატებლობისთვის, მთელი ჩვენი ისტორია არის ამითი გაჟღენთილი. საქართველოს წინააღმდეგ უცხო ძალების შემოყვანა არასდროს კარგად არ მთავრდება, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს და მთლიანად უნდა იყოს ამ იდეით გამსჭვალული, რომ აქ მიმდინარეობს საქართველოს დაცვა და გადარჩენა და ჩვენი ამ ისტორიაში ყოფნა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ. ჩვენ ავირჩიეთ დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სუვერენიტეტი. ეს არის უკვე რამდენიმე თაობის გაცხადებული ნება. 3,000 წელზე მეტია უკვე ეს მდგომარეობა იმყოფება და ამის დათმობას ახლა რაღაცა სანქციებით ავропეთ. მithumetes აქ არავინ მსხვერპლი არ არის. ამ სანქციებმა ეს იყო სისუსტის გამოვლინება იმ გაგებით, რომ მოუწია ამ ძალას გაეშუშლებინა თავისი თავი. ეს აღარ არის უკვე შიდა წეღარო ახსენე, რომ აი ნაცმოძრაობა იბრალებს, რომ ეს მე გავაკეთე. არა, ეს არის პირდაპირ გაშიშვლებული, რომ მხოლოდ გარეთ ძალას შეუძლია ამის გაკეთება. ამოიწურა ყველა სხვა რესურსი. ესე იგი საჭირო გახდა უკვე გარეთ ჩარევა და ჩვენ ეს ვნახეთ კიდევაც. ანუ ის რაზეც რამდენიმე წელია მიმდინარეობს ლაპარაკი, რომ ეს არის სინამდვილეში გარედან ინსპირირებული, ამის ხილება მიმდინარეობს ელჩებისთვის, ამის თქვა თუ სხვებისთვის და სწორედ ამიტომაც ხდება, ხო, ეს თქვა პოლიტიკური იზოლაცია. აი ეს ყველაფერი ახლა გამოჩნდა და დადასტურდა და ეს მაყურებელმა და მსმენელმა უნდა იცოდეს და ფიქრობ იცის კიდევაც.